ესე იგი, ჩემი ძმა იყო სოფელში წასული. და ეს რა ქვია, ჩამოიყვანა კატა. დღეს დილის 5 საათზე შემომიწვინა ლოგინში და ისე გემრიელად ვეფერებოდი და ისე გემრიელად მეფერებოდა, რომ გადავირიერა. ხო და მე დილას სამსახურში გავიქეცი 7 საათზე და ეხლა მოვედი სახლში. წამოუღე ესეთი საჭმელი, სპარში ვნახე. წამოუღე ესეთი საჭმელი და სახლში არ არის. გავაფრენ იმენა, ანუ სოფელში რო წანწალი უყვარდა და გადაიკარგებოდა ხოლმე ერთი კვირა, კაი, სოფელში იქაურობას მიცხოვილი იყო, მაგრამ ეხლა ჩემ ძმას ურეკავ გამწარებული, ჩემი ძმაც არ არის სახლში და კატა სად არის თქო და არ მოსულა, ხო? გარეთ გავიდაო. გადავირევი იმენა ამ უცხო ადგილას, სად დადის, სად დაწანწალებს, სადმე არ დაიკარგოს, იმას ნერვიულობ, თან წვიმს საშინლად, ანუ ძალიან ნერვიულობ ესეთ უცხო ადგილას სად წავიდა, ვერ გავიგე, ანუ არ ვიცი რა გავაკეთო, ძლივს ჩამოვიყვანე, სოფელში მყავდა დატოვებული მარტო. ჩავაკითხე სამსახურში ერთი დღე დასვენება რომ მქონდა წინა კვირას, ჩავაკითხე მთელი დღე, მთელი ღამე ბეძახე, ბეძებე არსად არ იყო და ეხა ჩემი ძმა რო იყო ჩასული, სახლში იყო და ესა რა ქვია, ჩამოიყვანა და სად წავიდა პროსტა არ ვიცი. თან ძალიან ნერვიულობ და თან კიდე იმას ვფიქრობ, რომ კატა თავს არ დაიკარგავს, გზას მაინც დაიმახსოვრებდა, მაგრამ მე ვიკარგები ხოლმე თბილისში და მაგის სად დადის. თან ძაღლი გვყავს აქ ტობი, რომელიც ესა შავი კატა იყო კიდე რაღაცა პატარა და მაგ შავ კატას არ მისდევდა ტობი, მაგრამ შეიძლება ეს ძაღლი და ეგ კატა ლეკვობიდან და კნუტობიდან ერთად არიან გაზრდილები. არ მისდევდა, მაგრამ როგორც ცუდად ეთამაშებოდა, იცი კბენ და კატას არ უშვებდა და ძალიან ნერვიულობ ეხა ამ წვიმიან ამინჩის სად წავიდა, სად გაიპარა, ანუ ძალიან ნერვიულობ. ერთი სული მქონდა მართლა, როდის მოვიდოდი სახლში, რომ გემრიელი კატის საჭმელი მოუტანე და ვაჭმე მეთქი ესა რა ქვია, მოვეფერები გემრიელად ჩავეხუტები თქო და ანუ ისე წვიმს, რომ აგერ კი მეტყობა თავზეც, რომ სულ სველი ვარ. ანუ ჩანჩქერივით ჩამოდის მართლა წყალი. ცოტა აღმართზე ვართ ჩვენ. ესე იგი, გადავირევი ჭკუიდან, გადავალ სად წავიდა ამ უცხო ქალაქში, მაგან თუ ეხა ჩვენი სოფელში სახლის ძებნა დაიწყო და ესა რა ქვია, 400 კილომეტრში, 300 კილომეტრში ნაღდათ ვერ მიაგნებს ჩვენ სახლს და ანუ ძალიან ნერვიულობ, სად წავიდა, სად ვეძებო, ფანჯარას ღიას დავტოვებ და იმედია გზა დაიმახსოვრა. კატა ოხერია, მაგრამ ანუ ძალიან ნერვიულობ. ვაიმე, ვიდეოს გადაღებას მორჩი და ნახეთ. შევწამ. ფანჯრისკენ გავიხედე და აგერ არ დამხვდა მეორე ფანჯარაში, ჩემი სიცოცხლე. აი ესეთი საჭმელია, დროებით პატარა თეფშზე დაუდგი და ამ თეფშს რა თქმა უნდა არ გამოვიყენებ და მერე ვუყიდი კატის მას რა ქვია, საყვარლობა ჯამს პატარას ცალკე წყლისთვის, ცალკე საჭმლისთვის და ეხა დროებით აგერ თეფშზე დაუსხი და ვაიმე ისე გემრიელად ჭამს. ესე დებილი, ესე როგორ მანერვიულა. სად დადიხარ შენა, სადა? უყვარს ალბათ ჩემსავით უცხო ადგილების დათვალიერება და უცხო ადგილებში სიარული ბოდიალი. აი ზუსტად ვიდეოს ჩაწერას მორჩი და ეგრევე გავიხედე ფანჯრისკენ და დაიწყო კნავილი. ანუ ახალი მოსული იყო. იმიტომ რომ ეგრევე ფანჯარასთან რომ მოვიდა დაიწყო კნავილი. მეორე ფანჯარა მქონდა ღია და ეს იმ ფანჯარასთან მოვიდა, რომელი ფანჯარაც დაკეტილი იყო. ჩემი სიყვარული, ოღონდ ძალიან ის არის რა, დატყაული და შეჭმულია სოფელში. მარტში კი იცით კატები რა დღეშიც არიან და ძალიან ის არის რა, ნაჩხუბარია სოფელში.
და კიდე განვიცდი რას იცით? იქ ხო სოფელში ყავდა ისა მეგობარი ფისოები. შეყვარებული ფისოც რო ყოლოდა და მე მოვწყვიტე იქაურობას და წამოვიყვანე აქეთ. ანუ მაგასაც ძალიან განვიცდი, მაგრამ თავარია რომ ჩემთან არის და ჩემ გვეჯითალი ჩემი სიყვარული. სად იყო ნეტა, სად დახეტიალობდა? ნეტა მაცოდინა. კამერა მქონოდა ნეტა დამაგრებული და მე ნახა სად დადიოდა. გაიცნო ალბათ აქაური ფისოები. არა უშავს იქ თუ მეგობრებს მოვწყვიტე მაპატიოს. სამაგიეროდ აქაც გაიჩინოს მეგობარი ფისოები, აქაც ბევრი ფისოებია. ჩემი სიყვარული ძალიან ის არის რა, დასვრილია და ძალიან დასუსტებული და ნაჩხუბარი. სახეზე ნახეთ ეს გავს. ნახეთ. უმე. შევჭამ. ძალიან კატასტროფულად წვიმს გარეთ. ანუ ზამთარი ისე გადავიტანე, ვერც კი გავიგე და მარტი ისე კარგად დაიწყო მზიანი ამინდებით და აპრილში ისეთი წვიმებია, რომ ისევ კურტკას მივუბრუნდი. და ძალიან წვიმებია რა. აღდგომის პერიოდში სულ ესე იცის. როგორ უყვარს მოფერება, იცით? ძალიან უყვარს. გაგებელა მუჩელი. ვაიმე როგორ უყვარს. ბაჩოშო. ეს ნახეთ როგორ წელს პროსტა. იმდენი ვაჭამე ვეღარ სწორდება. დებილი. აი გემრიელ საჭმელებს ვაჭმევ და მოვასუქებ. კარგი მასაც ვუყიდი რა ქვია. საჭმელის დასაყრელს. კატის ქვაფს პატარას ჯამს. თან იმას განვიცდიდი ყოველთვის წამოყვანას რო დავაპირებდი კატისას. სულ იმას განვიცდიდი რომ მეთქი დილიდან საღამომდე ან უნივერსიტეტში ვარ ან სამსახურში ვარ თქო და აი ესე მარტო როგორ იქნება სახში თქო და მართალიც არის ახლა ისეთი მონატრებული მყავდა რომ ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდი სახში რომ საჭმელი მომეტანა და მოვფერებოდი და რო არ დამხვდა ვაფშე გადავერიე მაგრამ ეს რა ქვია ორ წამში მომადგა ფანჯარასთან ხო და ეხლაც ხვალაც დილას საქმეზე უნდა გავიდე საღამოს სამსახურში უნდა გავიდე ჩემი ძმაც არ არის სახში და რავი ეხა საჭმელს კი დაუტოვებ მაგრამ ერთ ჭამაზე შეჭამს და ეგრევე მერე რას იზავს რა ვიცი მაგრამ თავარია რომ აქ არის სიცოცხლე და ჩემი სიყვარული ანუ მართლა რომ ძალიან მიყვარს და აი სულ რო ესა რა ქვია უენერგიოთ და უძინარი აი ეს რომ ჩამიწვება ხოლმე ლოგინში და ღრუღუნით მომარჩენს რა ხო და ძალიან მაგარია რომ აქ არის და ჩემთან არის ხვალ რომ სახლში არ ვიქნები მე საჭმელსაც დავუტოვებ ფანჯარასაც ღიას დავუტოვებ მაგრამ ხვალაც გაიპარება და ხვალაც უნდა მანერვიულოს იმიტომ რომ იმდენი ძაღლები და კატები აქვს თან უცხო ქალაქშია ახლა ხო თბილისი ეს ხო არ არის სოფელი სადაც წლები ცხოვრობდა ხო და მე არის აბა თავარია რომ კატაა და ოხერია გზას დაიმახსოვრებს ანუ სადმე თუ წავა გზას დაიმახსოვრებს მაინც მოაგნებს სახლს
წავედი ახლა არც გამომიცვლია ჭრა აუცილებლად თორე ძალიან აღარ მომწონს უკვე ამებში მით უმეტეს ძალიან გაპუტული ვარ გაჩეჩილი ვარ ესე იგი კაი მაგ თემაზე ახლა აღარ ვისაუბრებ ნელ-ნელა მივეჩვევი ესე ვთქვათ ახალ სამსახურს ნელ-ნელა მივეჩვევი ცოტა ფულის დაზოგვასაც და მე ძალიან კაი რაღაცები მაქვს გეგმაში რა ზუმერში ვიყავი ისეთი კაი ტელეფონები დავათვალიერე რომ აუცილებლად ვიყიდი კარგ ტელეფონს ასევე მშობლების გვერდში დგომით და დახმარებით გავიკეთებ პირველ რიგში თვალის ოპერაციას იმიტომ რომ ძალიან სამაქრა თვალის ოპერაციაზე არასდროს არ ვფიქრობდი იმიტომ რომ აი ვხედავ ყველაფერს ჩვეულებრივად და მეთქი რაც მინდა თვალის ოპერაცია თქო მაგრამ აი რომ ვაკვირდები აი მით უმეტეს მეტროში რა რაც არ უნდა ახლოს მივიდე მაინც ვერ ვხედავ იმ დროს რამდენ ხანში მოვა ესა ვაგონი და კიდე აი უნივერსიტეტში რაც არ უნდა ახლოს დავჭდე დაფასთან ან იმასთან პროექტორთან ხო პროექტორიო თუ რაც ქვია მაინც ვერ ვხედავ იმ წარწერებს ვერ ვკითხულობ აი ლექტორი რაღაცას რომ გვაკითხებს ტელეფონით ვუღებ ფოტოს და ისე ტელეფონიდან ვკითხულობ ანუ პირველ რიგში მინდა თვალის ოპერაცია ბრეკეტები ცხვირის ოპერაციაც და ესე ნელ-ნელა მოვითქვავ მოკლედ სულს და ნელ-ნელა ყველაფერი კარგად იქნება ნახეთ კატას ვუყიდე საპირფარეშო პედეგრის საჭმელი საპირფარეშოსთვის ქვიშა და ახლა მიმაქვს სახლში